და კიდევ ერთი ჩართვა საკანონმდებლო ორგანოდან იურიდიული კომიტეტის ხდომაზე განიხილავენ სისხლის სამართლის კოდექსის შესატან ცვლილებებს, რომლითაც ბრუნდება სამშობლოს ღალატის მუხლი. მარიამ ქართველიშვილი მუშაობს თემაზე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხის განხილვა რამდენიმე წუთში დაიწყება. საკითხის მომხსენებელი ამბობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის შესახებ მუხლის დაბრუნება არის ქვეყნის დაცვაც. მუხლის სამშობლოს ღალატის შესახებ არის უმძიმესი, როგორც მორალურად, ასევე სამართლებრივად დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე. შესაბამისად, ქართული ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს კონკრეტული სახელი უნდა დაერქვას. ღალატის მუხლი ვიცით, რომ ნაციონალურ მოძრაობამ აგვისტოს ომამდე მცირეხნით ადრე ამოიღო და შემდეგ უკვე მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა. მათ შორის ის პრეისტორია, რომელიც აგვისტოს ომს უძღოდა, თვითონ აგვისტოს ომის მიმდინარეობის დროს და ამის შემდეგაც აჩენს იმის ვარაუდს, რომ მათ არ უნდათ, რომ სამშობლოს ღალატის მუხლი არსებულიყო სისხლის სამართლის კოდექსში და აუცილებელია, რომ ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, მაგალითად, ჯაშუშობის ჩამდენი იქნება საქართველოს მოქალაქე თუ საქართველოს მოქალაქეობის ამ ქონები უცხო ქვეყნის მოქალაქე და სამშობლოს ღალატად მიიჩნევა მაგალითად ადამიანი, რომელიც საქართველოს მოქალაქე, რომელიც სხვა ქვეყნის ან ორგანიზაციის სასარგებლოდ ჯაშუშობის დანაშაულს ჩაიდენს და მნიშვნელოვანია, რომ სამშობლოს წინაშე რაც აქვს ადამიანს ვალდებულება აღებული, რომ პატივის წეს თავის ქვეყანას, ასეთი დანაშაულის და მსგავსი დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში ამ ადამიანებს აეწოდათ არა უბრალოდ ჯაშუში, არამედ სამშობლოს მოღალატე ჯაშუში. მოთხოვნით ვაბრუნებთ ამას საერთოდ, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ისედაც არის დასჯადი მოქმედი კანონმდებლობით, ასევე მიეცეს სამშობლოს ღალატის შეფასება. რატო სამშობლო და არა სახელმწიფო? სამშობლო ჩვენთვის უფრო ფართო ცნებაა ვიდრე სახელმწიფო, იგივე ეკლესია, ჩვენი სხვა ღირებულებები და იდენტობის ნაწილი რაც გვაქვს და რა თქმა უნდა ნებისმიერი ადამიანი მის მომავალში ჩაიდგეს იმ დანაშაულის, როგორც გითხარით, რომელიც უკვე ისედაც არის განსაზღვრული კანონმდებლობით, უბრალოდ დაემატება სამშობლოს მოღალატის შეფასება. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ სახელმწიფოს ღალატის შესახებ მუხლი კოდექსიდან 2007 წლის აპრილში ამოიღო. მაშინ მიზეზად დასახელდა, რომ მუხლი ღალატის შესახებ იყო დეკლარაციული ხასიათის ნორმა. ქართული ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ ეს განმარტება იყო ამორალური და გამართლება არ აქვს. ეს იყო ხელოვნურად გამოგონილი განმარტება და მუხლის ამოღებას, სახელმწიფოს ღალატის შესახებ მუხლის ამოღებას გამართლება არც მაშინ ჰქონდა და არც დღეს აქვს, როგორც უკვე გითხარით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საკითხის განხილვა რამდენიმე წუთში დაიწყება.